და აი მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო თქვენ უყურებთ გადაცემას ბინა 18 და მე მისი უცვლელი წამყვანი თქვენი მონამორჩილი კოტიკო თოლორაია გახლავართ და რა თქმა უნდა თქვენ სწორად გახსოვთ მე მარტო არ წავიყვან ამ გადაცემას ამ გადაცემის წაყვანაში დამეხმარება ჩემი ძმა ჩემი ღვიძლი ჩემი ფილტვები ლევანიკა გოგორელიანი მე მგონი ვიღაც გამორჩა, ხო? მე მგონი, არა, მე მგონი არ გამორჩა. არა, დავიწყეთ, ნინი. ნინი. ულამაზესი და მშვენიერესი ქართველი და ესეთი. ქართველი და ესეთი. ნინი. მოკლედ, აი როგორც ვთქვა, დავბრუნდით ისევ ეთერში. ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ კოტიკო თოლორაია არ ჩამოვა ამერიკიდან, არ ჩამოვა კოტიკო, ჩამოსვლელი არის, მაგრამ აი, ჩამოვიდა. აი თუ არ ჩამოვიდა. მეც ეგრე მეუბნებოდნენ, რომ არ ჩამოხვალო კოტიკო შენ არ ჩამოხვალო აი ფაქტი სახეზეა ჩამოვედი და მინდა გითხრათ რომ არ ყოფილა ესეთი მარტივი ქვეყანა ამერიკა რომ აი წახვალ და ეგრევე სიმდიდრის ბარათს მოგცემენ და ლიმუზინებით არ არის ეგრე არ ყოფილა ძალიან რთული ქვეყანა უკმაყოფილო ვარ ესეთი რთული ქვეყანა რომ 3 თვე ვიყავი წასული და ნახეთ რას დავემსგავსე ჩამოვედი და ყველა თემომჟავიას მეძახის ადამიანია ეხა გული ტკივა და თავისუფლად ამბობს. მე ბრაზდები რა, სადაც ახვალ თემომჟავია. ედღესაც ამომივა ყელში და თემომჟავია და შენ დედას ეტყვი. ეხა ის არის რა, დაწყალი. თუ გადამეკეტა ხო იცი როგორ ივა. დაწყალი. ქვაზე არ დატოვებს. всё. მოდით ეხა ყველა სიმართლე ვთქვათ, ვის ვაყრით ნაცარს თვალებში. ვაღიაროთ, ჩვენც ვაძლევთ ნაცარს და შეიყარეთ. თვითონ შეიყარეთ. ხო და. მოდი სიმართლე ვთქვათ, რომ ტელეეკრანებს დაუბრუნდა არა კოტიკო თოლორაია, არამედ თემო მჟავია. მიესალმებია თქვენს სახელწამყავს, რომელიც უფრო და უფრო გაახალისებს აქაურობას. დაბრუნდა და აი ისეთ. მაგრამ ისე არ დაბრუნდა თან. ჩვენ ძალიან კარგი სიურპრიზი გვაქვს, რომელსაც გადაცემის ბოლოს აუცილებლად ყველა ერთად ნახავთ და ეს იქნება ძალიან კარგი სიურპრიზი მოგიმზადეთ ჩვენ ბინა 18-მა. მოკეთ მართალია ფაქო თქვენ თვალები არ გატყუებთ მე ნამდვილად დაუბრუნდი ტელეეკრანებს და იმის თუ აგერია ნუ ტელეეკრანებს რა სადღაც 7-8 ეკრანი 7 ხო ვიყავი გაახტა 8 დავარტყი 8 მოკლედ კოტიკო იქ მოეწყო ვინც ნერვიულობთ ეხა კოტიკო რა შვება იქ მოეწყო გადასარევად არის მესამე დღეს შოუ ბიზნესში გაერია ეგრევე გაგიჟებ ჯეიზი ბიონსე გადარეულია ბიონსე არის გადარეული ახალგაზრდა ბიჭი ღობეს ესე კარგად ღებავდესო მეო არ მინავდასო მოკლედ მაძმისვისაო ამერიკისთვისაო წავიდა კოტიკო და ჩვენს აქედან თბილად გვინდა აღარ ჩამოვა თან აღარ ჩამოვა და ყველამ ერთად მინდა რომ ეხა მოვიკითხოთ კოტიკო კაბა fuck you აბა ყველამ ერთად მოვიკითხოთ fuck you აესე ბევრ ადამიანში არსებობს კითხვა ამდენი ხანი სად იყავით რასაკეთებდით ამდენი ხანი უთხარი რას ვაკეთებ ჩაგვეძინა რა რაღაცებს ვაკეთებდი ჩალიჩობდით რაღაცას რა ეხლა რას ჩალიჩობდით ვერ გეტყვით მაგრამ მარტო კოტიკოს კი გამოუვიდა და კი არის ეხლა სადაც არის კარგად მოკლედ ესეთი ნიუსი არის ნიუსი არის ყველამ გაიგო ვინც არის ეხლა გაიგეთ მინდა თქვენც მოგიყვეთ ესეთი ნიუსი არსებობს რომ დეკემბერში ხო დეკემბერში დედამიწა დაბნელდება 6 დღით ანუ 6 დღე დედამიწის მოსახლეობა ვერ ნახავს მზეს სხვანაირად რო ვთქვათ 6 დღიანი მზის დაბნელება მოხდება ანუ სულ ღამე იქნება ანუ სულ იქნება ადგები ვახშამი ის დანარჩენი აღარ იქნება ვახშამი წარმოიდგინე ანუ ვიღაც ფული რო აქვს მოსაცემი და რომ მიდიხარ რომ აი როდის მომცემ ბიჭო ფულს და აი ხა ველოდები და აი ხვალდილით და მე აი 6 ღამე რო ეს ზიდაბნელებაზე ამდენი ხელი რო გვალაპარაკე, სად გაიგე ეს ინფორმაცია, სად ამოტკი კურიერში ნახე შემთხვევით. კურიერში ნახე? უკაცრავად მე მაპატიეთ ეს აი ხა ვიცი რასაც ვფიქრობ შენ, მაგრამ გადავამოწმე, ანუ ვერ ვენდობი კურიერს ვერც მე და გადავამოწმე NASA-ზე შევამოწმე და კურიერი მართალი გამოდგა. აი რო არ ელოდებოდი, კურიერი მართალი გამოდგა.
კურიერი მართალი გამოდგა? კურიერი მართალი გამოდგა. მოიცა რა გინდა ეხა თქვა რომ კურიერი მართალი გამოდგა? კურიერი მართალი გამოდგა. კურიერი მართალი გამოდგა ხალხო! ხალხო, გესმით? ეს ერთი და სხვა მრავალი! ჯორჯი ანდრიმ კუდიო დღეზე! მასაზე ქალი სერგო ორჯონიკიძე ნინი ბადურაშვილი. ისე მოღალატეები გვეძახი და ჩვენ იცი სად დაკუძალავენ? სად? ცალკე. მაგრამ აღმოჩნდა რომ შვიდი კაცი კი არა ამ ვიდეომ უცებ სოფლიო თელი შემოია ხოდა აი ესე შევეგებებით იმ კარგ საქციელს რომელიც კურიერმა ჩაიდინა და საბოლოო ჯამში ერთხელ სამუდამოდ მართალი გამოდგა. კურიერი მართალი გამოდგა, კიდევ ერთხელ გილოცავთ. მივესალმებით ამ ფაქტს ჩვენ თვითონაც და კიდევ განვაგრძობთ, ანუ ეს აქცია იყო ჩვენს მიმართ, რომ ანუ გვინდათ რომ წაგახალისოთ. თქვენ ამდენჯერაც მართლები გამოდგებით, ჩვენ შოუს არ მოგაკლებთ. აბა თქვენ იცით. გეფერებით ხელებით ესე. მოკლედ, ჩვენი გადაცემა, ოჯახური გადაცემა აი უნდა მისგორდა და აი ჩვენი სტუმარია რომელმაც ხელი მიაფარა მაგრამ მაინც გამოაჩენდა კაბატონებმა დატოვა შევეგებოთ ნინი ბადურაშვილი როგორ ხარ? კარგად, შენ? კარგად. სადაც მოკლედ როგორ ხარ? კარგად. მოიც წარდგენა უნდა გაგეთ მოკლედ ადამიანებმა ყველამ კარგად იცით ცოტა ხნის წინ იყო ესეთი მოვლენები რომ ადამიანი იმყოფებოდა მოსკოვში, თბილისობაზე და შერაცხეს მოღალატეთ მაშასე ქალი სერგო ორჯონიკიძე ნინი ბადურაშვილი. მე დავასაშუქებ ისედაც მოღალატეა და ჩაის მიირთმევ თუ ყავას. აი ესეთი სერვისი გვაქვს რა იმიტომ ყავს ბიჭები ისეთ კარგ ფორმაში თუ ყავაზე და ჩაიზე გამოზრდილები არის. გენაც ყავას უშაქრო შაქრიანს ერთი. შენ ხო არ გონია დაწერილი ტექსტი ხარ ამე დავლევ ჩაის თუ შენ. იმიტომ ყავა მე უფრო უშაქრო ჩაი. კი ბატონო. მოღალატების სიაში ხარ რა გინდა არ გინდა არა მარტო მე. არა რა თქმა უნდა ხო და მაგის თქვა მინდა თვითონ ეს სია ვის სახელობის არის იცი შენ. და ისე ამაინტერესებს გავარდი მეც რო ჩამრთოთ ეხა რა შენც გინდა მოღალატება? გამოცდილი მოღალატ დამწყებ მოღალატებს ასწავლოთ რომ აი რა ხდება აი თქვა იცი ფაქო უფრო გამოცდილი ამ საკითხში და მე მგონი ხო ფაქო ეხა მჯობია რომ ყველაფერი დაიწყოს. შევამაჩეჩე მე ისე მოღალატეები გვეძახი და ჩვენ იცი სად დაკუძალავენ სად? ცალკე ცალკე ისეთი პრესტიჟული სად მოღალატეები ცალკე ვიქნებით ანთეონი მოღალატეთა მოღალატეთა ხო ცალკე არა ცუდი მოსკოვიდან ცეკონ მოსკოვიდან იოხტო აი ისეთი გაბრაზებული ვარ ხო რა ძალიან მადლობა და ნაწყენი და კიდე აზარჩი ვარ და აი როგორ გამომაგდეს აი ნუ თან არ ვიყავი ღირსით მე მგონი გამოგდეს ხო რა აშკარად არ ვიყავ აი ესე მესამე ტურიდან ხო მე-4 ხო ნუ მე ხო ნუ თლიანად 4 ტური იყო მე-4 ტური მე-4-ს მე დატოვა ჩვენ მანდ ისე არის ხო SMS-ი უნდა გავგზავნო და SMS-ი რაღაც ფასიანია ხო წესით ხო და მე როგორც ვთქვი ანუ თვითონ
უნდა გერბინა მაგ საკითხს. ხო, მონაწილეები ჩარლი ჩოპლინი. მე კოტიკო რომ მონაწილეობდა დარბოდა რომ ანუ აი თავიდანვე ვიცოდი რომ ვერანაირად ვერ ვირბენდი SMS-ებზე, იმიტომ რომ კარგ ფასად უნდა გაყიდო სამშობლოს. შენ რაღაცა იაფად გაგიყიდი ესე. შენ ისეთ დროს შეიძლება არ მაქვს. ხო და შენ ისეთ დროს წახვედი და დაიწია მაგ დროს პასებმა რა. ეგ თავიდან იყო რომ მოაყარა თო. არა ისე არ ვიცი ხე როგორ არანაირად არის, მაგრამ ხო, ნუ ალბათ უნდა მერბინა რა. ერთი წამი. ალო. და. Я парке Путин река. ნომერი მაინც დაიმახსოვრა. აი პუტინთან ლაპარაკი ნამდვილად არ მინდა. აი ეხა. ნამდვილად. რაკენი დამარცხებასთან ხო იყავი? ხო და აი ბოლოს მომიგო. ბოლოს მომიგო. კი, ბოლოს მომიგო და აი ისე განვიცადე რომ მანდაც განიცადე. ძალიან განვიცადე. მე საერთოდ დამარცხებას ძალიან ხო, რა თქმა უნდა, დამარცხება. და საერთოდ მართლა რომ გითხრა, ძალიან ბევრი, ანუ დიდი ხანი მქონდა შემოთავაზება, პირველი სეზონიდან მქონდა შემოთავაზება ცეკვავი ვარსკვლავებზე და არასდროს არ მინდოდა მიმეღო მონაწილეობა. ჯერ ეს ერთი პირველ სეზონზე უკვე მივხვდი რა რთული იყო და თან ნუ ეხა არ მქონდა იმედი ნუ ეგრე მაგრად არ ვცეკვავ რომ გამემარჯვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი რო ვფიქრობდი რომ უნდა გამოვარდე მაგ საკითხზე, აი ძალიან მტკივნეულად განვიცდი და ამიტომ არ თანხმდებოდა. ბოლო გავრისკე. მგონი ძალიან ცუდი იყო რომ გავრისკე. არ უნდა გაგერისკა? არა, მე მაინც კმაყოფილი ვარ იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ნორმალურად ვცეკვავდი. უბრალოდ ცოტა ადრე დავტოვე პროექტი, ეგეც არის ხა. არ ვიცი ხა რამე შეიძლება არ უნდა მომეგო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა არ უნდა გამოვარდნილიყავ. ჟიურის წევრები ვინ იყვნენ? მან ჟიურიზე არ არის მან თავარი SMS-ია. გოჩა ჩეტკოევი. გოჩა ჩეტკოევი, ნინო სუხიშვილი და სოფო შევარდნაძე და ჩემ დროს აი მე რო გამოვარდი, მაშინ იყო ჩემი სიყვარული, ისა რა ქვია, მურატი უდირი. სავაში? იქ მინდა და რომ გეთქვა შენი პირი. სავაში? სავაში ბალდარი ეს არა, კიდე იცი რა ხდება? ბადურა. ეგრე მითოდა თავიდან. ხო არა, რაღაცა ისენი გაავრცელეს, რომ ვითომ ძალიან შეყვარებულია ჩემზე. აი საიდან უნდა იყოს შეყვარებული? რა მთხოვაც? არა, მეც მაგრამ რა მინდა რომ გაგაფრთხილო. სანამ რამე ურთიერთობაში შეხვალ მაგას, გაიგე ბიცოლა ხო არ არის შენი არის. დეიდა ხო არ არის მაინც. უნდა გამოვარდე. დიდი პატივისცეს, იცი მაგას აქ რო ჩამოიყვანეს. დაათვალიერებინეს მცხეთა, ნარიყალა, ვაზია აჩეხინეს. დავიძველი. როგორც თურქებს შეეფერება. თურქებს იცი რა არის? მშვენიერი მსახიობია. ხო. მართალია სერიალებში თამაშობს, მაგრამ სერიალში ეთყობა ადამიანს, კარგი მსახიობია თუ არა. ცუდად განწყობილი ეს. მიუხედავად იმისა, რომ რვიანი დამიწერა, არა. იმიტომ რომ მართლა კარგი მსახიობია. ანუ რაღაც შანსები აქვს. ჩემთან? არა მგონი. როგორ მოიქცევა გააჩნია. დამარცხებასზე ლაპარაკობდი. დამარცხებასზე, ანუ ვასომას დაგამარცხა. ნუ ბოლოს ოღონდ ხო, ბოლოს დამამარცხა, ხო? რაღაცა გაციე, რაღაცა ბურთი ჩამოაგდე, აი მაგაში მომიგო. რა მინდა რომ გითხრა იცი რომ დამარცხე ვასო კი არა. წადიო, კლიპი გადაიღე. საერთოდ რატო გაჩნდა რა? ჩვენთანაც. აუ, იმიტომ რომ არ ტარდება კონცერტები და მე მინდა ვიკითხო, რატომ არ გინდათ რომ კონცერტები ჩატარდეს? ანუ რატო ხდება ეს ყველაფერი? მართალია რომ შოუ ბიზნესი თავის როგორც ჩვენმა ყოფილმა კულტურის მინისტრმა თვითკმარი უნდა იყოს და ეს ну გარკვეულწილად ვეთანხმები ამ ყველაფერში. უბრალოდ ჩვენ იმდენად პატარა სახელმწიფო ვართ, რომ ცოტა რაღაცა ხელშეწყობა თუ არ იქნება სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან რთულია რომ გამოიწვიოს. მე მაგალითად ვცადე რომ კი, ძალიან პატარა ბაზარია და მე მაგალითად ცოტა ჯიგრები ხარ, მაინც უნდა გითხრას, ხო? ხო, რაღაცა ცოტა გამხნევება, ხო? და ანუ აი იგივე რაღაცა დღესასწაული იქნება თბილისობა, გიორგობა რაღაცა, ადრე სულ რაღაცა ტარდებოდა და ეხლა რატომღაც გადაწყვიტეს რომ არაფერი არ უნდა ჩაატარონ და მე ვთვლი რომ ეს ძალიან არასწორი მიდგომა არის. იცი რა, ბაზართან დაკავშირებით, ანუ როგორი კითხვა მიჩნდება, იცი? ბაზარი ისე იმხელა, რამხელაც იყო 7, 8, 10
14-15 წლის წინ. და მაშინ მაინც ტარდებოდა, იყო პერიოდები, რომ მახსოვს, რომ ზოგიერთი შემსრულებლის სიმღერა ერთ დღეში აუტაცებია და ერთ დღეში გახიტებულა. იქ რაღაცა ეხლა უბრალოდ მოთხოვნა არ არის. მაესტროს პერიოდი რო იყო, რომ აი გახსოვს მე მოსუვიჯექი, მახსოვს მაგაზე რომ გინდა არ გინდოდა უსმენდი არ უსმენდი, იცოდი ქართული რომ კეთდებოდა და კეთდებოდა. ცუდი იყო, კაი იყო, არა აქვს, შემო კეთდებოდა. მე რაღაც დროს ვახ, საერთოდ გაწყდა და მე ვფიქრობ, რომ აი არ ვიცი ის ბრალია ვერ ხვდები, მაგრამ მე ვფიქრობ იმას, რომ ამ ყველაფერს კეთება მაინც შეიძლება. და ეხლა შენ გაქვს ბედნიერება, ყველას ჩვენ გვაქვს ერთად ბედნიერება. ვიხილოთ ბინა 18-ის კლიპი. ხო, მოკლედ ბინა 18-ს აქვს ესეთი აქცია, რომ წაახალისოს ქართული შოუ ბიზნესი, ხელი შეუწყოს, რა ვიცი, როგორ უნდა ვთქვას. მიდი როგორ უნდა ვთქვა. ჩვენ თვითონაც ვფიქრობთ, რომ მსგავსი პროექტები კიდე გავაგრძელოთ და იყოს უფრო მასშტაბური. ფერისგარება. ბინა 18 იწყებს იმის კეთებას. ამაცა მე უნდა მოვემზადო მაგ კლიპისთვის სპეციალურად. არაფერი დიდი პროსტა კეფს დავიხურა. ნუ არა, როგორ არა, კაკრას. ისე რომ კომფორტულად უყურო თუ შეიძლება. იქით გადავჭრე. ხო, ეგრე ჯობია. ეხლა მოვემზადოთ. მოვემზადებით? მაშასე პრემიერა კლიპის, რომელიც გავაკეთებთ. ძალიან თუ დაიჯერებთ, ერთ დღეს დავწერეთ სიმღერა, მეორე დღეს ჩავწერეთ და მესამე დღეს კლიპი გადავიღეთ. სიმღერა დავწერეთ ჩვენი. ჩვენ ყველაფერი ჩვენი. ეხლა ცოტა ხმამაღლანა. სიმღერა ნუ შენსო ნახავ რა. შენთო ნახავ. აბა. ჯადოქრობა ბინა 18. Bina 18, bina 18, bibinebs, bina 18, bina 18, bibinebs. Bina 18, bina 18, bibinebs, bina 18, bina 18, bibinebs. საქართველოში არსებობს ორი გადაცემა ბინა 18 და დანარჩენი რაც დარჩება სულ სხვა დონეა ხარისხის გამოსახულების ეს GDS-ია გემოვნებიანებისთვის გვიყურებ და 6-7 კაცი ტრაკებზე დავუყარით შეფასება მკაცრი მაგრამ აღმოჩნდა რომ 7 კაცი კი არა ამ ვიდეომ უცებ სოფლიო შემოიარა ბევრი იარა თუ ცოტა იარა გადაცემის მაგივრად ტრაკები დააბიარა ვისაც გინდა წასვლა დატოვეთ საზღვარი მარტო მთავრობა დარჩება იკითხავს ხალხი სად არის არ არის რაც არ არის არ არის ჩვენი ნინი გოგი ჩაიშვილი ნანუკას და გოგი ჩას შვილი ფილიპეს შვილი შვილი ბილი კბილი ფრთხილი რწე მარწყვი ნაღინი ჰაერი ბისკვიტი თაფლი twini კეცზე ლევანი გამოისმინე ჩემი ჰიპ-ჰოპ ვერსია ბინა 18 თქვი როგორი ის ძერსკია ამიტომაც გვებრძვიან ბექსტეიჯი ვაკონტროლოთ თორემ ზურგში გვესვიან ბალიშს ბანანს ბამბუქს ბარათს ბორჯომს ბაკვებს ჩიკას ჩიკარts ჯილობს ჩარხოს ჯოლობს ჯუჯოს ჯიპლარს ჯორს იო და ისე ვაკარდა მოუჭდები როგორი მაგარი ნუ ძალიან ვეცადეთ ყოველთვის ხო ნუ სტარტისთვის კაია მე უნდა დახვეწოთ აშკარად მე უკვე მჟავა მაღლებს აიღებს შეგინია ეგეთ რაღაცები კაი დიაპაზონი გაქვს ყველა დიაპაზონი აი სადაც დიაპაზონი აი მაქსიმუმ რას იღებ რაღაცა ან უთხარი აბა ეს აიღე თქო აი რაღაცა
Ach, turpam, turpam. Ach, turpam, turpam. Nu tu vera grdno. Gadarეული. დავიარები. ნუ ეხლა თავისებურებების მოგეთ ხო ჩვენ გადაცემაში ყოველთვის არის თამაშები. მარტო ვასოკი არ უნდა დაამარცხო, ანუ რა არა, მე თქვენთან მითამაშია. რადგან ორი ნინი ხართ გადაცემაში, ერთმანეთი უნდა დაამარცხოთ რა. კიდე ვიღაც უნდა ერთმანეთი რა. აღარ შემიძლია. შეგიძლია არ всё, 1 2 და 3 დაიწყო ჩვენი თამაში. 1 2 და 3. მოგეთ გვაქვს სხვადასხვა საჭმელები, სპაგეტი, ციციბურა, ტორტი და სხვადასხვანაირად უნდა შევჭამოთ, მოკლედ. სპაგეტი უნდა შევჭამოთ აი ამ რაღაცეებით, სადღებებით. ციციბურა უნდა შევჭამოთ ჩხირით, ჩხირებითაც არა, ჩხირით, ერთი ჩხირით და ტორტი უნდა შევჭამოთ სახით. ხელების დახმარების გარეშე. ანუ თვითონ საჭმელზე გვაქვს 30 წამი. 30 წამის შემდეგ გადავდივართ შემდეგ საჭმელზე. და 30 წამი რო გადის თქვენ მეუნებით ამას? ხო. აი ფაქო არის მაგაზე დროს. გართულება შეიძლება რომ და ეგრევე უნდა გადავიდე? ხო, ეგრევე. გვერდით მსაჯი არის ფაქო. გვერდით მსაჯი. მზად ხართ? აუ ძალიან არ მინდა, მაგრამ ნუ კაი. მოკლედ 3-მდე დავიცვლი. 3 2 1 წავიდა. ფაქო დრო. კი, დრო. ნი. ხა, რვა, შვიდი, 6 5 4 3 2 გადავიდეთ შემდეგზე. ნინი რა არის რა თქო გემრიელია. გას მოგიმზადე 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 გადავედი ტორტზე. ხელები არ შეიძლება საბეთკები მოაშორე ეს და ისე. მას ასე ყველაზე გემრიელი ტორტი იყო სხვადასხვა. არის უთქო. ესე მალე მე ნახე რა და სპაგეტზე ვიყავი 3 წელი. ერთი არ უნდა ამას ბევრი შემოწმება და გამარჯვებული არის ნინი ბატურაშვილი. ესა, მოდი გაყოსო. მოგილოცო რა ეს იყო თუ ის იყო რაც იყო ხო კაი იყო აი და გასულზე ანა მასველაშვილი Stanno ja temperatūra. რუსული სიმღერა რუსულს არ მისლის. ჟინი ჟირაფის ჯერე. თითები დროგა ტრეპე. თითები ტრეპე სამპრა. ხო, ვერ გავიდი აქ სადაც რა კითხავს მისმევთ. ძალიან ბევრი განაცემა უკვე ბადავს მინათრავის და ეს არის ძალიან კარგი რა თქმა უნდა კარგი რა შეიძლება მომხდარიყო ძალიან გვიხარია მაგრამ დღეს ჩვენი სტუმარია რა შეიძლება მე ერთგან ვიხდებით და აი ისიც და გასკდით გულზე ანა მარკველაშვილი როგორ ხარ? ეს ვინ მოგვიყვანე? ეს არის ჩემი შვილი, გაიცანი. შვილიც ყავს უკვე? კი, ალფრედო.
ალფრედი ქვია? ხო. ოფერები მეს არი კვილი. აი სამთარია რო ცივა ეს მოვიდა ხო და ქურქით მოვიდა. მოკლედ ძალიან გაგვიხარდა რომ მოხდით ჩვენთან გადაცემაში. მადლობა ამისთვის. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენც მოვალ ჩვენთან რეზიდენციაში. არ არის პრობლემა. ხო და რა მაინტერესებს ცენ ხალხი თუ გცნობს ხალხი უმეტესწილად მე მგონი არ მცნობს და ძალიან წყნარად ვარ მაგ თემაზე, იმიტომ რომ არ ხა ნახე ეს გადაცემა იშვიდი მაყურებელი იშვიდი კაცი ყველა გიცნობს უყურებს ისე მას შემდეგ რაც უცებ ერთ დღესაც გაიღვიძე და პრეზიდენტის შვილი ხარ. ამ ბევრი რაღაც შეიცვალა შენ ცხოვრებაში? სინამდვილეში ძალიან ცოტა რამე შეიცვალა და მამაჩემი სულ ცდილობს რომ ძალიან ცოტა რამე შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში ამ ცვლილების შემდეგ. ისე ზოგადად როგორი მამაანი, ანუ არ არის კაცრი. ყოველს გონია რომ მეკითხებიან რომ კაცრი მამა არის და არ არის საერთოდ კაცრი და არც ბევრს არაფერს არ მიშლის, არ არის. ალბათ უკვე ნახავდით და გაგიგიეთ რომ არაფერს არ მიშლის ბევრს და კი როგორ ნუსტანო იაცი პიაცოლა რუსული რუსულსაც არ მიშლის კაცი. ისე ეგ რა ამბავი ატეხეს არა რომ აი აუ რეზიდენტის შვილი რო იმღერებს რუსულ სიმღერას და თან კიდე მაგ შეიძლება როგორ ან მანქანაში როგორ შეიძლება აი ძალიან ნოლი რეაქცია ქონა მამაჩემს მაგაზე, იმიტომ რომ არ თulis რომ ეგ არის განსახილველი თემა, აი არაფერს რო ისეთი მეგონი არც-ერთი ნორმალური ადამიანს უნდა ქონოდა წესი. როგორც ყველა მღერის ხო. ძალიან ბევრი ადამიანმა გაიგო რომ ჩვენთან მოდიოდი სტუმრად. მართლა? ხო და აუ მოკლედ არ ვიცი, ექსკლუზივი გვაქვს დღეს ისეთი ბინათრამეთში რომ მე ვიცი ხა ზოგ-ზოგი ერთები ზიანთ და ან იყოს სტუმრად რამდენი ხანი ვიჩალიში და გოგო ვერ მოვიყვანე სტუმრად და რა არ შევპირდით და რა არ შევპირდით არ შევპირდით ეგეც იქნება და მაინტერესებს მინდა რომ გითხრა რატომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად აი რატო სხვებთან არა და ჩვენთან ძალიან რა ვიცი ჩემ ძალიან ბევრი ახლობელი არის ძალიან გადაცემა არის ძალიან მიყვარს ეს არხი და ძალიან იპატივს. ძალიან კარგი. ჩვენ ძალიან გვიყვარს ხა. ხო და ანუ სხვა არხებთან როგორ ხდება ხო იცი ანუ პრომოთი ყიდიან ძირითადად. მოდი ავხსნათ რა. აი პრომოთი ყიდება გადაცემა იყიდება პრომოთი ანუ ზოგადად სანამ გავა ეთერში მანამდე ხო ტრიალებს პრომო რო აი ხმა აი მო ჩვენ შეგვიძლია ხა რომ გავაკეთოთ პრომო. აი როგორ აკეთებ საერთოდ ხო და საერთოდ როგორ იქცევიან ზოგადად რა ანუ რა შვებიან ანუ იციან რომ სკანდალი ჭირდებათ ხო გადაცემებში როგორ იქცევიან იციან რომ სკანდალი ჭირდებათ და რაღაც სკანდალურ პრომოს აკეთებენ რომ აი ვითომ რაღაც მოხდა თუ რაღაც გავენ მე პრომოში მაგას და ჩართავ და აი საერთოდ არანაირ მოლოდის პრომოსთან რო კავშირი არა აქვს ვაფშე მოლოდის არ გიყოფილებს და ძალიან რჩების ხო და აი ხა მაყურებელს აუხსნათ როგორ აკეთებენ მაგას რა ხა აუხსნათ მაყურებელს ბევრი წვალება არ არის საჭირო აი ეს ერთ კაცი შენ უბრალოდ შენ გადმოდი ახე ან იყავ ეს მოდი ჩემთან ეს დაგდე ძირს და თქვი რომ ვერ გავიგე თუ რა თქვას აი იცი რა თქვას მოდი რა თქვი იცი რა რა კითხებს სოთ აი რა კითხებს ვსვავთ რა ხო თქვენ რა კითხებს მისვავთ რა მაგაზე ხო არ შევთანხმებულთ რა ესე და დაგდე დალეწე რა მიდი მიდი დალეწე ეს პირდაპირ ხო აი ეს პირდაპირ დალეწე ადექი მე დალეწე ხო ხო ვაკეთებთ მართლა ხო არ არის ეს თქვენ ვერ გავიგე აქ სადაც რა კითხებს მისმევთ აუ არ უნდა გვეთქვა რა მოდი ეხა ჩვენ გავაკეთე ეხა ჩვენ გავაკეთებ რა ეხა ჩვენ მოდი ეხა ჩვენ რას ვაკეთებ ეხა ჩვენ რას ვაკეთებ აა შენ უკვე გასული ხარ მოიცა ჩვენ რაიმე ძაღმა ფეხი არ გაიჭრა ჩვენ ეხა ძაღმა არ გაიჭრა ფეხი მოდი ჩეთა მოდი დედიკო მიდი დედიკოსთან მიდი მოიცა ძაღმა ფეხი არ გაიჭრა ბიჭო ალფრედ ენდა ალფრედ ფეხი არ გაიჭრა კარგი ყველაფერი გზია ხო ეხა ჩვენ ვაკეთებ ეხა ჩვენი კადრი რა ანუ ეხა ანი არ უნდა გამოჩნდეს ისე გადაგვიღეთ რა ვერ ვიულობთ რა ბიჭო არ უნდა გვეთქვა ვითო მეგონი მართლა არ უნდა გვეთქვა ხო ხელი ხო სტუმა ებიჭა სტუმარი გაგვემაზა ესე ვთქვა არა ესე არ გვინდა მოსი კიდე რა შეიძლება მამ ანუ ეს ხო დაამტრია ექსკლუზივი გაგვემაზა ამოზე აუ რა ექსკლუზივი გაგვემაზა დავით ხო აუ რა ექსკლუზივი გაგვემაზა აუ შენი ბრალია რა შენი ბრალია ბრალი რა
აი, ესეც არის. ესეც არის. შემდეგი კადრი. კიდე ნინი ხوار გითხრას რაღაცა. არა. წეგან შენ თქვი კარგი რაღაცა, რომ კარები ხوار გავიჯახო. კარები უეჭველი. კარებს გაიჯახონებ და всё, პრომო გამოვიდა. всё, მეტი კი არაფერია. გადაიგეთ ახლა კარებს როგორ იჯახონებ. და ჩვენი სახეები. всё, კაია, მოდი. ოღონდ ამასაც გაუშვებთ ესეთში როგორ დავდგით ახლა პრომო რომელთაც ნებისმიერ გადაცემას ახლა ეს მასალა რომ ისე და ოკეი, ცუდი საქმე გაუკეთეთ გადაცემას. საიდუმლო გამოვამყავ. ესე დააგდებდნენ ესე თქვენ რას მიშვე ბახ სამჯერ იქნებოდა მე არ უნდა გეთქვა შენი ბრალია გადავარდებოდა მე კარის მოჯახულება და ცოტა გრაფიკულად სისხლებსაც მიადებდნენ რაღაცა და გრაფიკულად დაეწერებოდა რამე to be continued. ნებისმიერი რა თქვენ ვერ გავიგე აქ სადაც რა კითხებს მისმევთ. შენი ბრალია არ უნდა გთხოვო ესეთი ტატუაჟი ჩემ შეყვარებულს. ისე რამდენ გაწერილა. 15 წელს ვიყავი. ყველასე გამართლა გარი რა ვკრავ 90-იანები იყო რა. ჩვენ გვაქვს ყველა სტუმართან რაღაც თამაში რა. სტუმრები რომ მოდიან ჩვენთან, რაღაც თამაშს თავაზობთ ხოლმე რა და შენ მინდა შემოგთავაზოთ როგორი თამაში იცი შემოგთავაზოთ. რომელიც ჯიმი ფელონს, აი დიდ ჯიმი ფელონს მქონდა დენიელ რედკლიფთან, ანუ დენიელ რედკლიფი ხო გახსოვს რომელი არის? გიჟდები ჰარი პოტერის ყველა წიგნი მაქვს დაკითხული და ძალიან მიყვარს. ხო და ანუ მაგარი მსახიობია ჩემი აზრით, შენც ფიქრობ რომ კარგი მსახიობია? თუ როგორ ფიქრობ? მოკეთ ჯიმი ფელონს მქონდა დენიელ რედკლიფთან ეგ თამაში, ანუ ინგლისურ ამბავს რეპავდა რა, დენიელ რედკლიფი, ანუ თან უწყვეტი კადრით იყო, ვისაც არ გაქვთ ნანახი შეგიძლიათ ნახოთ, ძალიან მაგარი შოუა. ოღონდ ის არის დენიელ რედკლიფი, ანუ ხო ხვდებით? ის არის დენიელ რედკლიფი. 25 წლის 99-ში დაბადებული, რამდენი გამოდის 25? 25 წლის? აჰა, 26. ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ იგივე თამაში, იმიტომ რომ ვიცით რომ შენ ძალიან გიყვარს ჰიპ-ჰოპი, რეპი საერთოდ და რაღაც ვიდეოების ნანახი გვაქვს რომ კარგად შენი კლიპი ნახე, ჰიპ-ჰოპი როგორ არის? ძალიან მომეწონა, ძალიან მაგარი კლიპია კი. და ნინი არის ძალიან მაგრა, იმ კლიპში ძალიან მომეწონა. უამაზესია, ჩემი დიდი მადლობა. ნინი ჩვენ გვიყვარს. ნინი შენზე თქვენს რაღაცა. რას ფიქრობ, შეიძლება რომ იმიტომ ის ინგლისური ამბანი თან ცოტა შედარებით ქართულზე ადვილია, ბევრად ადვილია. 2600-ია. თან ჯჰწ ხო, ანუ ინგლისურია თან. სამჯერ უფრო მდიდარი ენა, მეტიჯერ თუ არა. მეტიჯერ თუ არა. ხო და თან ანუ არა აქვთ იქ ხო ხდები რაღაც. ჭვარა. ჩვენი ენაც ძალიან მდიდარი და ძალიან ამაზია ჩემი. ჩვენი ქართული ბევრად რთულია. რთულია. და რეპთან მიმართებაში არის რთული. ჩვენი ენა ქართული არის ბევრად რთული. შეძლებ როგორ ფიქრობ? ნახოთ, არ ვიცი, აბა ეს მაყურებელმა შეაფასოს. ნახოთ. Yo. Hip-hopის ანაბანა. Pako. Ana hip-hopის ანაბანა. Yo, თემო მჟავია. Yo, hip-hopის ანაბანა. ანა აივსება აპლოდისმენტებით ამ წამს. ბევრი ბანალურად ბინათრამეც ბაძავს გავიგე ჩვევიათ გაჭეით ბგონებაში დებილში ძნელია დამკვიდრება დროებაში ერი ევროპაში ერთობლივად ერთობა ხათვართობ ბინაიდან ვერავი ვერ ხდება ზევიდან ზარის ზუზულია თავისუფლება თავის თამამი თუთულია ილოზია იარსებას იყოს კატეგორია კოშმარია კაცობრივის კინოს ლონდრე ლოებით ლაპარაკს ლამავს მიყვარს მარგვალა კაცად კი მამამს ნამდვილი ნარცისი ნოლია. ნოლია. ორჯერ 2 4-ია. 4-ია. პირი პატარა პელე, ჟინი ჟირაფი ჟელე, რითმებით როგორღაც რეპე, თითომის თემა სამპლე. ტიპი, გასავ, რუსები. უხუ, რეპი და უსმედი. ფაქტია ფარსია ფიქრი ფულებზე ხმარი კეიბოს ქალის ქულებზე ხიმილი ხიპი ხორი ხუმაზე ყოველს ყვედება ყვირის ხურებზე შური შიგნით შენშია. ჩუმა ჩათავს ჩერჩეთი, თოზო ცოდოს სერცეთი, ძალი ძოლბენ ძესკები, სული წაკალ წელი, ჭარბოს ჭორი ჭრელი, ხოხო ხუმას ხვდებით, ჯამში ჯიგროჯები.
დღეს ტრეპის მითები არის დანგრეული, დამტრეული. ანას მიერ ძალიან დიდი მადლობა ანა შენ რომ ჩვენთან მოხვედი სტუმრად და რო აიჩი ეს გადაცემა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და კიდე მინდა შეიძლება რაღაცები გითხრა, იმიტომ რომ რითმა უსმო მივიდა. ეხლა წავიდა არ ვიცი. ღმერთო ჩემო ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ ესეთი კარგი გამოვიდა. უღრმესი მადლობა. მოკა დიდი მადლობა ანას და ქართულ ამბანს. ქართულ ამბავს და ანას დიდი მადლობა. შევიდა მუსიკა. For freedom 'cause they tortured us for boredom. And even if some good was that fuck it, the Lord will sort 'em. We out of order, your honor, you out of order. This so court is unimportant.